სადარი ამდენი ხანი? არაფერზე არ უნდა გაუშვე ეს რა. აი, ლუდის მოვიდა. სად ახარ მოვიდა? ამდენი ხანი სად იყავ? შეჭამა პატამ ნახევართევზე უკვე. და ლუდის ფოტოს ვერ დაელოდე ბიჭო, ხო? რატომ მე წყალთანაც მეყვას მარილიან თევზი რა გინდა? აი, დღეს ამდენი უნდა დავლინე. აი, რამდენი უნდა აი ძალი, აი, იმდენი უნდა დავლინე, რომ ხვალ ნაბახურსები არ მქონდეს. ანუ ცოტა უნდა დალიო გია? არა, ლაში პირიქით, ძალიან ბევრი უნდა დავლინე, რომ იმდენი უნდა დავლინე, რომ ხვალაც ისე მთვრალი ვიყო. შენ ახლა ეს კათხა გამომართვი და თევზი მომაწოდე. მომეცი აქ აბა. აჰა, გესვი და დაიჭირე. რას მესვი ბიჭო, არ მესვი, რომ ნუ გაგიჟდე. რა იყო რა, ხო არ შეგეშინდა. არ მომეკაროთ იცოდე სუნიან თევზი მიჭრას ის. ეხლა გაჭდო ამ სულგუს გადაგათხლიშავ. მოიცაკაცო. ეხო მაგაცო. გატაკეთო. მოიცაკაცო, საჭმელი ხუბი არ დაეწოდე. ბავშვები ხო რა ხარ, მოიცაკაცო. რატო რა იყო გია რა? იცი რა მაგარია? რა არის ბიჭო მაგარი იცი რა. უყურე ხა. რა ასკდა. უი, მართლა ხო? ჩვენ ხო იცი ადრე ვიჭხუბეთ საჭმელით. რატო იჭხუბეთ? რატო და მოგიყვა ახლა გია? რატო და? აი პატა ტორტი. აი მე რაღაცინე ჩემო. რა რაღაცინე თუ. რომელი ეს? სოფის არავინ არ ესოს არ გადამრიოს რა მოიცა გაგიჟდება ემსათან ესე როგორ ჩავიდე? გაგიჟდება კი არა, სიხარულისაგან გაგიჟდება. ხალი გაგლია, ხალი და მოსიარულეს უფრო ხარ. ოდე შევამატო, ხალი შევამატო. ხალი შევამატო, ხალი შევამატო. სოფის ვეცვი ყველა. დიეტაზე ვარ, ხოვთ, დიეტაზე ვარ, ხორცი არ მესხოთი. სოფიკო, შენ რა თქვი, ჯონჯოლი არ მიყვარსო, ხო? მე ვერ ვიტან. ვაი. აგამის ბარა. რაიმე, რა კარგია. ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა. ციდან საჭმელებით ცვივა. დედა, მე არაფერი შვილა. ბობი, მოდი შვილო, უნდა დაგლოცო, მოდი.
მოდი. ახლა მოდი აქ მოდი არ დავეცე მოდი. რა გემრიელი აჯახსანდალი. მოდი გენაცვალე ბედნიერი ქალიშვილი ბედნიერი. ძალიან სასაცილოები ვიყავით რა. ყველაზე მაგარი მაინც სოფი იყო რა. მაგარი ტიპა, წარმოგიდგენთ 500 ლარიანი კაბა ეცვა, გია. და თავზე 3 ლარიანი ჯონჯოლი ეყარა. მოსა ესე იგი დელი სამეგრელო და სამეზობლო ჩხუბობდით ასე? კი, თითქმის. ბატონი პროფესორი არისო. მე შენთვის ხო გვაქვს მოყოლილი. მეზობელი რო ყავდა ფიზიკოსი. კი. და ეგ უკვე წასული იყო თუ უბრალოდ არ დაბადეჟეთ? არა, რაღაცა უცნაური კაცი, არ უყვარს ეს დალევა და კეიფები და აი თქვი რომ დღეს არ ვიტყვი მეთქი, მაგრამ აი მაეძულებთ რომ თქვა რა. აი რანაირ ქართული ახლა ეგ. არა, ეგრეც ნუ ვიტყვი. იცი რა მაგარი კაცია, ხო? ერთხელ გამახსენდა ხა მე და ლაშე რაღაცაზე ვჩხუბობდით, ვკამათობდით და ისეთი რაღაცა თქვა ბატონო პროფესორმა, ეგრევე შეგვარიგა, ხო? მოიცადე. როდის ვკამათობდით მე და შენ? რა უბრალოდ მე და შენ სულ ვკამათობთ, მაგრამ პროფესორმა როდის შეგვარიგა? როდის ლაშა და არ გახსოვს მე და შენ ერთდროულად კატორო მოგწონდა და მაგაზე რო ვკამათობდით. მაშინ რატო არ გინდა ლაშა? გაიგე რა გეუბნები ლაშა, გაიგე კატო მომწონს მე და კატოს მე უფრო მოვეწონები გეუბნები. კატო მე მომწონს და მე უფრო მოვეწონები კატოს. რატო მოვეწონები შენ უფრო მითხარი მას? იმიტომ რომ შენ თუ მოვეწონებ მე ხო უფრო მოვეწონებ. დაწუნაკი რა ლაში. უყურე ამას რა, გაიგე რატო არ გინდა რომ შეიგნორო კატო არ მოგიხდება, შენ არ მოგიხდება, მე უფრო მომიხდება ლაშა. მე შენ თავს არ უხდები და კატო როგორ მოგიხდება. იცი რას გეტყვი, ბოდიში მოიხადე შენ ფაფუკო ბალიშო შენ, გაიგე? ბოდიში მოიხადე. მე შემომხედე, მე შენ თავს შეხედე და მიხვდები უფრო მოეწონება კატოს მე. კი ბატონო, შევხედოთ. ქერა ვარ, ცისფერთვალება და ესე ავად და მოყופურად გამხტარი არა ვარ. არ გვინდა ეხლა რა, ძალიან ხო. ჯერ ესეთი პირდაპირ რატომ ვიყურებ? რატომ ვიყურებ? მოდი აბა სულში ჩამხედე. არ მინდა ბატონო, მოდი სულში ჩამხედე და დაინახავე ჭეშმარიტ სილამაზეს. მოდი ჩამხედე. კარგი ერთი და სულში ჩამხედე კი ჩემს შინაგან სილამაზეს საერთოდ ხმას არ ვიღებ. ვაიმე უყურე ეხლა ბატონო. ვაიმე არ მინდა. ერთი წუთი რა არ გვინდა ცინიზმი. აი ბატონო პროფესორი, აი შემომხედე, ჯერ მე შემომხედე, მე იმას შეხედე გულავთილად თქვი, ვინ უფრო ლამაზია. ოღონდ გულავთილად არ გვწდება არციც. მიდი. რავი, ასე ერთ შეხედვით თქმა ძნელია და ისე ორივეს ლამაზი თვალწარბი გაქვთ. რა გინდა დაწნა. ისე რაკეთილი ხარ ბატონო პროფესორო, რაკეთილი ხარ პაატას გულს რო არ ტკენთ. აღარ შემიძლია, აღარ რა უნდა, რატომ ისის ნერვს? მოდი აქ ერთი წუთი, მოდი აქ რაღაც უნდა გითხრა. პროფესორო, მოდი აქ შეცე. მოდი ხო. რატო არ გინდა შეიგნო ერთი რაღაცა? რომ არ უხდები იმ გოგოს. კარგი, დაუშვათ, მოხდა სასწაული, ხო? დაუშვათ, მოხდა სასწაული და მოიყვანე გოგო, ის გოგო ცოლად. გამოყვა, თვითონაც გამოყვა. რა გინდა მე ხალხი უნდა ალაპარაკო და ხალხი უნდა აჭორაო, რა ფულის გულისთვის გაყვა იმ ბიცო, ჰა? რა გინდა? მაგდენი ფული არ გაქვს მაგდენი ფული შენ რომ და წყუდათ უნდა აჭორაო და წყუდათ უნდა ალაპარაკო ის ხალხი რომ აი ესე ფული არ გაქვს მაგდენი ფული. შენთვის გეუბნები, მე შენთვის გეუბნები თორე მე რა. არ მინდა ესე ხავი თუ ყველა შენთვის გეუბნები და ის. არ მინდა ეს ტყილა რომ მე შენთვის რას მეუბნები ჩემთვის. მომიწმინე საერთოდ კატოც მომწონს, სოფიც მომწონს და საერთოდ ყველა გოგო მომწონს. რა გინდა შენ? მოიცა. მაგრამ ყველა გოგო მომწონში თათიაც იგულის, ხმე? თათიას გარდა მომწონს ყველა გოგო. რა დააკონკრეტე ხოლმე რა. რა დავიდე. დამშვიდე ბატონო პროფესორო. აგინდო ეს რაღაც ჩაითხრია. ჯერ ერთი ეგრე არ ხდება ეგრე რომ ასპია იყო. კარგი იქნება ეხლა. კარგი იქნება რომ მივიდე და სოფოს დაუწყო თავის მოწონება. სოფის რო და კარგი იქნება სოფის რო დაუწყო თავის მოწონება გეკითხები.
არა პრინციპში ცუდი რატო იქნება ცუდი მაგრამ არ შეიძლება ლაშა გაიგირო არ შეიძლება რომ ორ გოგოს ერთდროულად მოვაწონო თავი რატო არ გინდა რომ გაიგო რა გინდა რატო არ შეიძლება იმიტომ რომ არ შეიძლება ლაშა რატო არ შეიძლება კიდე მაგაზე ჭუბობს რა არა განყენებულ თემებზე ლაპარაკობთ ვამბობთ ხან რას რატო არ შეიძლება არ გაგიგია შენ რომ 6 კაცზე მოდის 6 ქალიო საქართველოში თვითონ სიტყვა გეუბნება მაგას რომ მოდის და არა მიდის კი უნდა მივარდე და კი უნდა დაუსყო 6 გოგოს ერთად გაპრაჭო კი უნდა დაუსყო ყველას ერთდროულად არ მინდა ეხლა ეს რა რატომ ისინი ნერვებს არ შეიძლება მე მოვუწონვარ სოფიის მე უფრო მოვუწონო გაიგე მე უყურე იმას მე 5 6 რამდენიმე გეყოფათ რა მის ხარ რა თავი გამისკდა უკვე დავხარჯე ხა რომ 3 დღე მეყოფოდა ეს ენერგია რა. ადექი დამაწვინოთ. ადექი დამოდია, გამახელადის რო. ეგ მართლა არ მახსოვდა ბატონო. არა, მომენატრა რა, მართლა ძალიან მოდი. გაუმარჯოს ბატონ პროფესორ გაუმარჯოს. მომენატრა ზალი. არა, მართლა ძალიან გემრიელულია. კი, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს. მუცელი მებერება. აჰო. ერთობლ ორსულად ხარ. შენ იცინე გია, იცინე და ერთხელ მე მართლა ვიყავი ორსულად. რა? მოიცა გამბავი არ მომიყოლია შენთვის? არც მოყვერა ძალიან გთხოვ ახლა. მოიცა გია, რას ქვია ანუ? კარგი ხო რა დაგემართა შენ კიდე მართლა ორსულად გია რა გქონდა. მოკლედ ანალიზები შეეშალათ ერთ-ერთ სავადმყოფოში რა. მე მივედი და ჩემი შარდის ნაცვლად ორსულის შარდი შეამოწმეს. ხო და იმ სავადმყოფოში ელენეს მეგობარი იყო ის ქალი. მოვარდა, გაგიჟებული მოვარდა სახლში და ელენეს უთხრა რომ შენი ძმა არის ორსულათო. აბა? მე? რა მერე? ელენეს და თეკლას სახე უნდა გენახა მაშინ შენ. ელენე უკეთესად ხარ? კი. კარგი, მაშინ შენი ჯერია. არა, თეკლა, სიზმარში მგონია თავი. ლაშა ორსულა და არა, ვერ დავიჯერებ. ელენე, დაჯექი, მოდი დაჯექი. შეიძლება რა არის იცი? შეიძლება ლაშამ რომელიმე არსება ცოცხლად გადაყლაპა და იმის ანალიზის პასუხი იყო. კარგი რა თეკლა, რა ცოცხლად გადაყლაპა. მაშინ ერთი წუთით ელენე, მაშინ იცი რა არის? ამდენი ჭამისგან და სიმსუქნისგან შეიძლება ლაშას მეორე ორგანიზმი ჩამოუყალიბდა მუცელში. ის არის ორსულად. თეკლა, რა მეორე ორგანიზმი? აბა, მაშინ გილოცავთ. თეკლა, ახლა ვხვდები ლაშა არაფერს რომ არაკეთებდა და ბევრს რომ ჭამდა, თურმე ბიჭის არმაცი კი არა, ბიჭი ორსულადაა. თეკლა, რასულელური წინადადება ვთქვია რა. ელენე, მე რა მაინტერესებს იცი? თუ ლაშას მარტო შეეძლო ბავშვის გაჩენა, რას მოყავდა ეს 4 ცოლი? აი მე არა. კარგი ელენე, გავცილდი მე მგონი. რა ვიცი რა გავგიჟდები რა ამ კორპუსში ამდენ ხალხს შენეტყვი? რას იფიქრებენ და რას იტყვიან? რა ვიცი ელენე, მე მგონი სამეზობლოში ყველას გაუხარდება. იქ ინდირა, ეხლა ლაშა, მატებაა კორპუსი. და მე ბავშვისთვის რა გამოვდივარ, დეიდა თუ მამიდა? მამი და დეიდა. ხო. ელენე, რა მაინტერესებს? შენი აზრით ბიჭი გაჩნდება თუ გოგო? არ ვიცი და რა იყო. არაფერი სახელზე ვფიქრობდი. ბიჭი თუ გაჩნდება, ლაშა დაარქვით, დედის სახელი. როგორ ახარ გოგოებო? ვაიმე, ლაშა, მომეცი შენ თვით მძიმე არ წამოწექი ახლა შენ და დაისვენო და წამოწექი მიდი. რა უნდა წამოვწე, დამაცადე ერთი ხელები მინდა დავიბანო, შევიდი აბაზანაში. რა ხდება, მშვიდობა? კი, კარგი, შედი, ოღონდ ფრთხილად შედი. ეს ფეხი. ხო, არაფერი შედი. ფეხი არ წამოწე. თეკლა.
ნახე რამდენი ხილი მოუტანია. აი მეტყობა ვიტამინები უნდა რომ მიიღოს. მაინც დედის გულის ხარ. და შენ როგორ გონია ლაშა მიცის? რა ვიცი ელენე შეიძლება არც იცის. აი მე ისე წეღან უყურებდი და მე მგონი ბიჭის მუცელი აქვს. ელენე აბაზანაში წყალი დავუყარე. ლაშა არაფერზე არ იმენი. ლაშა დაჯექი და ბადის იმქე. ისუნთქე ლაშა სუნთქავ რა დაგემართა მოიცადე ერთად. კარგი დაწნაგი რა სასწრაფო რაშუაშია ონკანი გაფუშტა და წყალი დაიღვარა იატაკზე რა გჭირდება. ონკანი ჩვენ ვიფიქრეთ რა იფიქრეთ? რა ვიცი. თეკლა მოდი აქ. ლაშა შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ. მოიცა რა უნდა მეთქვა, კარგი ამბავია თუ ცუდი? ჯერ გეტყვით ჩვენ და მერე შენ გადაწყვიტე, კარგია თუ ცუდი. რა ხდება ხალხო გამაგებინეთ რა არის? ლაშა შენ მალე მამა გახდები. და დედაც. ისე იქნებ არ შეშლიათ ახლა და მართლა შენი ანალიზი იყო ეს, ა? მეტის ღირსი ვარ, პრინციპში მეტის ღირსი. რა მინდოდა ახლა? რა ძალამად რა სყვებოდი, ა? ისე იქნებ არ შეშლიათ ახლა და მართლა შენი ანალიზი იყო ეს, ა? მეტის ღირსი ვარ, პრინციპში მეტის ღირსი. რა მინდოდა ახლა? რა ძალამად რა სყვებოდი, ა? კაი ლაშა და შენც ვარ. ისე მართლა რო ყოფილიყავი, აი ორსულად რო ყოფილიყავი რა. რა უნდა გიქნა? რა უნდა მე? ვიქნებოდი სამაგალითო დედა. სამაგალითო დედა? ის ბიჭო რა სამაგალითო დედა იქნებოდი? შენი დიშვილისთვის ვერ მოგივლია რა სამაგალითო დედა იქნებოდი? რატო ვერ მომივლია? ძალიან კარგადაც ვუვლი, რას ვერ ვუვლი. რო დაკარგე აღარ გახსოვს, ხო? ბავშვი რო დაკარგე. ნიკა დაკარგე ბიჭო? ნიკა, ხო, ნიკა. ნიკა კი არ დავკარგე. ეგ სულ სხვა რაღაცა მოხდა მან. რა და აი ეზოშიც არავის არ უნახავს ნიკა? აიმე წინა და უკანა ეზო შემოვიარე, არსად არ არის არავის არ უნახავს. დავიჭირე ლევანიკოს ტურუების და ვკითხე, ნიკა ხომ არ გინახავს მე? მაგ ბავშვზე ხოცი გაბრაზებული ვარ, ჩემი ემზარს აირიდან ხახვი ესროლა. მიპასუხა არ ვიციო, ადექიდან ყურები დავაწიწკნე. დედამის რო ვკითხო, უჭრის ფული არ აქვს ლიფტის. მაგისი შვილი კი აივნიდან ყარაყაჯის სამლარიან ხახს წითელს ესვრის ხალხს. აი ლაშა რა ვარ? ვაიმე. არის და არც პაატასთან არ არის და ფრიდონი კიდე საერთოდ სახლში არ არის. ვაიმე, ფრიდონი გასტროლზეა ფონიჭალაში. ვაიმე, ფრიდონმა ხომ არ მოიტაცა ნიკა? ვაიმე, იქნებ კულისებში ყავს და სცენის მტვერს აყლაპებს. ცოტა ხანში თუ არ გამოჩნდება პატრულში უნდა დავრეკოთ. კი. პატრულში აქამდეც უნდა დამერეკა თეკლა, მაგრამ მე რიდება როგორ უთხრა ამ ხელა კაცმა 11 წლის ბავშვს დავკარგე მე. ვაიმე, იქნება აქ არის სადმე და ვერ ხედავთ, ჰა? არ ვიცი რა უნდა ვქნა, მართლა აღარ ამ სპილოს იქნებ შევატრიალებ ამ სპილოს იქნებ ბარაკასთან და ნიკა შემოისრულა. აი, ნიკა შემოისრულა. ნიკა. არ ვარ მე ნიკა პროფესორი. შეგამჩნიეთ ბატონო პროფესორო, ვერ თქვენ ვერ ნახეთ, ხა? ვერ სად არ ვეძებოთ, თქვენში ვიყავი სარდაფში, ავტობუსების ბოლო გაჩერებებზე, ისტორიულ შენობებში არსად არ არის. მას რატო ეძებდი? რა ვიცი, ბავშვობაში ეგეთ ადგილებში ვიპარებოდი ხოლმე მე. ბევრი საინტერესო რაღაცები იყო ხოლმე, პოულობდი. მახსოვს ერთხელ არა, მაგას არ მოგიყვებით, უფრო ინერვიული ხმერე. აი მე რა ვქნათ აღარ ვიცი რა. თუ გინდათ წავალ და იხელახლა მოუძებნი იგივე ადგილში, არ მეზარება. მაიმე შენი ჯერი გაწახვიდე. თქო არ წახვიდე, მე შენ სად გეწებოდ სხვენში თუ ჭაბურღილში. ვიცი რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი რა, რომ ელენე რა უნდა უთხრა, მითხარი რა თეკლა რა, აღარ შემიძლია მართლა აღარ შემიძლია. არა დააგიყო, აი ფარდის უკან შევიდა და დაიმალა, ხო ვიცი რა. შევიდა, მაგრამ ჰოპა მეთქი და არაო, ჰარც ჰოპა. გაჩერდი ერთ, ვერ გეწევი.
რაღაც თქვა მინდა. ელენეს მოსვენა თუ არ გამოჩნდა, ხო? შემიძლია ჩემ ლაბორანტს ბიჭი ყავს, ნიკას ჩამოგავს ძალიან და იმას ამოვიყვან მე და ამასობაში ნიკას გამოჩდება. აიმე პროფესორო, მე მგონი თქვენი ყვავილი გეძახით აივანზე. ვიცი. რომელი საათია ელენე არ მოვიდეს? მომისმენით ელენე თუ მოვა, სხვა რაღაცაზე გადავიტანოთ ყურადღება, იქნება ამასობაში ნიკაც მოვიდეს და მე აუხსნი ყველაფერს რა. ნუ გეშინიათ, ჩემი ემზარი ეზოშია გაფრთხილებული მყავს, შემოვა თუ არა ელენე, მაშინვე დარეკავს. აიმე რა კარგი. რა ვიცი მარ. ვიქცეოდა ხوارცალქობდა. არა, ვერ მოასწრო. ემზა. აქეთ, დამინახე. ხო და ბოთე ხარში, ბოთე. ელენე, როგორ ხარ სამსახურში, რა ხდება? რა ვიცი, თეკლა ცუდი დღე მქონდა. დღეს მართლა ძალიან ცუდი დღე გაქვს. არ დაგაწინაურეს ელენე? არა, ნესტანმა თქვა, არ მინდა ავჩქარდეო. ბავშვი სად არის? ბავშვი ნიკა? ნიკა რაღა ბავშვია? რაღა ბავშვია ნიკა ელენე? მარტო რო გაუშვა, ასე კარები რო გაუღო და გაუშვა მარტო დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას, აბა? არაფერი არ არის სანერვიულო, შენ არ ინერვიულ. კი. რა სახეები გაქვთ მოხდა? ფეხზე რატოდ გახართ? ვაიმე. აღარ დგავარ. სად წავიდა ეს ბავშვი? ნიკა! ელენე, ნუ ეძახი, ხო იცი რანაირი ბავშვია? მაინც ხმას არ გაგცემს. თეკლა. დღეს გადავწყვიტე, რომ ნიკა ჩოგბურთზე ვატარო. ჩოგბურთზე ელენე, შენ რატომ უნდა ატარო? დიდი ბიჭია უკვე და თავისი დივლის. მოგიცოდა. იქნება ელენეს სხვა რაღაცებზე დაელაპარაკოთ, რომ ნიკაზე არ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. კი. ელენე, შენ ახლა ბევრი ხილი უნდა ჭამო, უნდა მოძლიერდე. ნუ ბიცოლა, რაღაცის მოყოლას აპირებდით ელენესთვის, ხო? ხო, აბარა, ლაშა. ელენე, დღეს ველაპარაკე ჩემი ინდირას. ისე მომენატრადე და ენაწოლოს ხო იცი დედისთვის რა ძნელია შვილს რო ვერ ხედავ ახლოს. გონია რომ რაღაცა ემართება ცუდი. ბიცო. ელენე, ჩემს გაუხმა ის თავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც. ლაშა, აღარ შემიძლია ვუთხრათ რა. მოიცად, ჯერ დაისვენოს და მერე ვუთხრათ. ხო და ხახვი რო დაეცა, ჩემი ემზარ შეეშინდა. იცი რა ოჯახიც არის, ისეთია ის ბავშვით. აბა ჩვენი ნიკა როგორი ბავშვია. გამარჯვების ხმას ვერავინ ვერ დაასწრებს. პარალელად საწავიდა ეს ბავშვი. ნიკა! აიმე, ლაშა, მოიფიქრე რამე. ნიკა კი არა, შეხედე ტელევიზორში რა ამბებია. აიმე, რაო და ბრატისლავაში გენაცვალე ჩატარებულა ეს სპორტულ ცეკვებს შორის შეჯიბრება იუნიორებს შორის ხარ. არის ლაშა, ჩვენიანი თუ იყო ვინმე, ჩვენიანი. რა ვიცი რას გაიგებ ამაცას. შეხედე. ნიკა! კარგი, ლაშა, ვუთხრათ. ელენე, მოდი რაღაც უნდა გითხრათ. თან წყალი წამოიღე ერთი ჭიქა. ცუდად რომ გახდება მივასხავ. მოდი ელენე. დაჯექი. მადლობა. დაჯექი. ელენე, ზიხარ? ზივარ ლაშა, ზივარ. ელენე, მე და ნიკა თამაშობდით დამალობანას. ხო და ნიკა მომიგო. ძალიან მომიგო. ლაშა, რა ხდება? რა ხდება? მოხვედი ელენე უკვე? რა ქენთ, უთხარით? არა. ჯერ არა. მაშინ დაგელოდებით, მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. ლაშა, რა ხდება გამაგებინე? რა ხდება და ნიკა ნიკა. ნიკა ხო იცი ნიკა? ჩვენი ნიკა. ვაიმე ნიკა.
ნიკა ოხ ნიკა ლაშა რა ხდება გამაგებინე კაცო რა ხდება და სტუკა ნიკა სახში ყოფილა ბოთე ხარა ბოთე შენ რა გითხარი სახში ყოფილა რა ბოთეშე სახში ყოფილა ბოთე ლაშა რა ბოთე რა და ბოთე ვარ ხო ბოთე მოდი ბავშვებს აბა ბავშვებს გაუმარჯოს აბა მე საჭირო თახში გავარ და რა ვიცი მოვაყავ კარგი ბიჭია ნიკა როგორ მივხვდით რომ შეგნებულად არ განდერვიულად ოჰო ჯერ არ ვუნერვიულები ვარ შეგნებულად როდის და სკოლიდან ჩონჩხი რომ მოიტანა იცი როგორ შემეშინდა მეცადა სკოლაში რომ თაბაშირის ჩონჩხები იმის შეგაშინდა კი არ შემეშინდა გული გამისხდა გია წარმოიდგინე რეგარ ნაბახურებზე შემოვდივარ ოთახში და ხე რას ლაპარაკო ვაიმე ვაიმე კარგი ზეზვა კარგი რა იცი ხოლმე ეს ადამიანის შეშინება მოდი შენ ჩემთან წამოდი ახლა ვითომ შხაპი უნდა მიიღო წამოდი ზეზვა შხაპს უი ელენე შენი სერიალი დაიწყო თეკლა შენ ახარ ხო გამისყდა გული რაღაცა ჭამე ძალიან გამხდარი ვისა ლაშა რა გჭირს კარგად ხარ არა კარგად ვარ კი ნოტარისთან ვიყავი არა ცოტა დავლია და თავი მისკდება ისე თეკლა ისე მისკდება თავი ისე მისკდება რომ წეღან კიდაღამ გული გამიხდა ისეთი რაღაცა მომეჩვენა მან მოგეჩვენა ხო აი მე თეკლა გეხვეწები ლუდი ამომიტანე რა კარგი ვაშა რა ეხლა არა მოხვედი ამოგეტანა შენ რა ვიცი დამავიწყდა თეკლა ლაშა მოხვედი ნახე ნიკამ რა მოიტანა სკოლიდან აი ის ბაღი ხო არა სულ 10-იანები მოიტანა სულ წამოდი ელენე წამოდი 10-იანები იმდენი რომ რა ვიცი რა ყოჩახ ნიკა მომეწონა ხო ისე 9-იანი და 1 ბოთლი ლუდი რომ მოგეტანა ძალიან გამიხარდებოდა ანუ ეხლა 1-იანი რომ მიგეღო და 9 ბოთლი ლუდია მოგეტანა ეგ წათ უკეთე არა უნდა ძალიან ნერვიულობა კაცი შევალ მე და ჟედი თეკლა ცოდოა რა არა ელენე ჩვენ არ ვიყავით გუშინ ცოდოები მთელი ღამე მოჩვენებები მესიზმრებოდა ხო ნიკა აბა მიდი ზეზვა აბაზანაშია მიდი არც ერთი არ ჩახბერით ლუძე ხო ხრა ზარმაცები ხარ ზარმაცები ვარ ლაშა იქ ნიკა ხელებს იბა ნიკა შენ სხვა რამე დაინახე სხვა რამე ნიკა კი ხო და მე დაუძახე ნიკა ეთყობა წინა ასვები ვერ გაიგეთ ან არ თქვი რა ვიცი ლაშა ლუდი მოგიხდება შენ არ მინდა დღეიდან აღარ ვსვა ერთი წუთი დავრეკავ მე ალო ნოდარ რა გვინო ქონდა ისა არა ხო კარგი იყო მაგრამ მაინტერესებს უკუჩვენება ხო არ ქონდა რამე ხო კარგი რატო და მოვედი სახში და აუ თეკლა ცოდოა რა არა შევიტან ზეზვას იქ თეკლა ცოდოა გული დაუსწრება აუ არა ერთიც და მართლა რაც მოგცო მასწავლებელმა იმას ჩაგაბარე სოკოს ბრალია ვითო ნიკა
მართლა შენიყავი აბაზანაში წეღან? კი, ვიძია. კარგი, შევარ. შევალხო. გეუბნები ძალიან ცოდო. არა, ერთიც და მოჩება მართლა. აი ეს. აჰა. ლაშა, რა დაგემართა? ლაშა, როგორ ხო? მე მგონი მართლა ცუდად გახდა. ლაშა! ლაშა, როგორ ხარ? ესა. თქვენ არაფერი დაგინახავთ? არა. რა უნდა დაგვინახა? და მოჩვენება. ხარგი ლაშა რა შენ თვითონ არ გვეუბნებოდი გუშინ რომ მოჩვენებები არ არსებობენო. არ არსებობდა აქამდე. მე ლაშა ნუ გიხეთქავ გულს. კიდე მე გიხეთქავ კაცო გულს. კი. ნიკა. მე მომაკითხეს. ხოდა აბა შენიცი ახლა. კაცი შენ ახარ ოჯახში. კარგით რა ცოდვა, ჩემი ბუტკუჩუნაცმა ცოდო. ნუ ემაიმუნებით, უთხარით რომ ემაიმუნებით. რა არ მომაკითხეს? არა ლაშა რა მოგაკითხეს, ნიკა მოიტანა ჩონჩხის სკოლიდან, ხო? ჩვენ გული გაგვიხეთქა, ეხა შენ გიხეთქავს გულს. თეკლაც აყვა. არა, ბოდიში, ლაშა ძალით არ მინდოდა. ხო. სად არის ნიკა? გაიცანიეს ზეზვა. ზეზვა ეს ბიძა ჩემია. როგორი ზეზვა? გაუმარჯოს. ლუძე ჩახვალ ძმა. ლაშა აბა აღარ ვსვავო. აღარ ვსვავ, ელენე აღარ ვსვავ, მაგრამ ჩვენი კაცრობის ხო უნდა დავლიოთ, ხო? მაჩვენებაში მაღალი უნდა ყოფილიყო ეს, კი. ბიძია. ატა მარიცის რომ ზეზვა ყავს და ხო არ გავიტანოს და შევაშინოთ, ჰა? ატა კარგი ვარიანტია, არა უშავს, მაგრამ ნუნუ ხო არ ჯობია, ჰა? ნუნუ იყო უკვე შემოსული და გული გაუსკდა. ბიჭა, მეორედ არ შეეშინდება? რა სასაცილო ხარ, ამის როგორ შეგეშინდა? აბა. აბა როგორ შემაშინეთ თქვენც რა მაგრები ხართ რა მაგრები აქეთ ეს ჩონჩხი იქით ის ხვლიკი რა ხვლიკი ლაშა ნიკას ხვლიკი არ მოუტანია სახლში მართლა ბოჭ აბა ვაზანაში რა დარბოდა ვაზანაში დარბოდა რაღაცა ლაშა მოიცადე არ გაახოვდი ლაშა აი მე ერთ კათხას დავლევ და წავალ რა. საძახვალ მოიც არა კიდე 4 ლიტრი მოგ დასალევ. იცი დარჩი ჩემთან თუ კიდე. არა გია ეხლა არ მინდა რომ შეგაწუხო რა. ხო იცი არ მიყვარს ეხლა ადამიანის შეწუხება, სხვასთან დარჩენა ეხლა. როდის მერე? არ უყარს კი არა, ეშენია იმ აბის მერე. რომელი ამბის მერე? არ გახსოვს? არ გაიღვიძება? არა, არ გაიღვიძება. ეხლა ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ვიცი, არ გაიღვიძება. აი მე რა მადლიანად წვიმს. აი ხო გითხარი გია, ხო გითხარი. რა მადლიანად. ხო კარგი, ხნუ დაახჭობ, კარგი.
გავშდეთ, რომ ვერ მიხვდეს და ერთი ნაჭერიც ექნება მარინას. აჰა. არა, მაგაზე არ გეუნები, ერთი ქათმის ნაჭერი იქნება თქო რა. ჩვენ რო არ გადავსულიყავით, თქვენ რა გაშველებოდა? დაიხოცებოდა შეშე. ძალიან მაგრად კიდე მიდი მოძებნე ერთი რამე ნაჭერი. ასე ამან ახლა აღარ უნდა გაიღვიძოს? არა გი, არ გაიღვიძებს მეთქი გეუნები. არ გაიღვიძებს ეს შანსი არა, შენ თუ არ გააღვიძე, თვითონ ვერ იღვიძებს ეს, ხო ვიცი არა? მოეცადეთ. რა ვარ ეს? დაკორტნის? მიდი ახლა. აჭიქჭიქდი ახლა, მიდი. მიდი რა, მე რომ ძინავს ხო კარგად ჭიქჭიქებ, მიდი რა, let's go. აი ამ ციცრო ვერაფერში ვერ გამოიყენებ რა. მოიცა გიაშ შენს? რა, მეც. შენს გაქვს სახში ისეთი რაღაც, რასაც ვერ გამოიყენე? კი, როგორ რა ეს? შეგიძლია ეს. მოიცა გია შენ ორი გაქვს? ბადა. გაიღვიძე, ბადა. ვერ გააღვიძებ მეთქი გეუბნები. ბადა გათენდა ადექი. ვერ ვაღვიძე. აბა ხო დავიწყებ ახლა. უი გია. აი 50 ლარიანი გია. შენი ალბათ. ალბათ. რა 50 ლარიანი? სადა? სადა ვისია? რა 50 ლარიანი? ჩემია, ბადა, ჩემია, აი ნახე. დაკენი, კარგად გამოიძინე? გამოვიძინე, არა ისე, ხო, გამოვიძინე, ხო, ვინ დაგაძინებს, რომ დადიხარა მთელი ღამე, გარე. რა არის, რით ვერ იძინებ, შენ კიდე რა გჭირს გია რა? ეხლა ამას. კარგი დაწყდა გია არა. ხო იცი რაც გველოდება წინ. ავდგე, თორე თქვენ ხო ადამიანს არ მოასვენებთ რა ნორმალურად, რა დამიწყეს, მიშალეს სუფრა და ვაიმე. რა? არაფერი რა უნდა იყოს. ადექი ახლა, ადექი. გათენდა, ადექი. არა, იყოს კი. იყოს ვაიმე როგორ შეცვლა. გია. რაღაცა უნდა კითხო ერთი. აბა მიდი. შემთხვევით შენთან სახში ხო აი ზევიდან წყალი ხო არ ჩამოდის. ოღონდ აი რა მაინტერესებს იცი აი ზუსტად აი ამ ადგილას. არა. ხო და არც ქვევიდან არა მოდის? არა მოდის, რატომ მეკითხები? არა ისე მეზობელი ხარ და უბრალოდ მოგიკითხე რა შვები როგორ ხარ მე კარგი პრობლემები ლაშა შე როგორ ხარ? ხო, თქვენგან ხო გამოდის აქეთ წყალი, რას ლაპარაკობ პატარა, იქიდან აქ წყალი როგორ გამოვა? არა, ხო, ესე იგი კომპოტი. მაშინ კომპოტი. რა? არაფერი. ბადა, ადექი ახლა, ჩაი დაულიოთ, ვისაუზმოთ რაღაც. მოდი, ადექი ახლა და დაასხავს იმედი ჩაი. არა, იყოს არ მინდა ეს შაის და სითხეებს მომიხსენებ ერთ. იყოს არ მინდა. ის გია. ხო. რა უნდა გითხრა იცი ახლა მე მგონი ეს დივანი უკვე ძალიან დაზვერდა და გადასაგდებია და ხო არ ჯობია რომ მოვაშორო საერთოდ გადავაგდოთ რა სიტყვი ო მაგრამ მე ეს სადღა დაიძინე გია მე მეორეთან დამძინებელი არა ვარ ადექი ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა ადექი ვისაუზმოთ არა და რა ვიცი რა დამემართა ახლა ისეთი ჩოულებრივი სიზმარი ვნახე დიდი არაფერი ახლა უბრალოდ ლუციფერი მხარშავ და დიდ კოცონზე შავ ქვაფში მეტი არაფერი რა დამე გია უთო ხო არა გაკ უთო მარ რატომ მეკითხები აი ეს შენ ცივდა და ის აბა ჩართე და შევომაწოდე რა
კარგი და პადა, ნუ მაიმუნობ რაღაცებს. ხლა ამდენი რა გაცივდება ეს ჩაიდგებს დაასხაგიამ და მოდი და ვისაუბროთ. მოდი დაგესხამშეს, მოდი. მეგობრებო. რა უნდა გითხოთ იცი თქვენ ოდესმე თუ გიოცნებიათ ბავშვობაში დაბრუნებაზე. პატა, მაგაზე ყველა ადამიანი ოცნებობს. აი, მე კიდე ეს ოცნება რეალობად მეკცე. რეალობად როგორ პადა? როგორ რა ვქია, როგორ? როგორ გეკცა? აი, როგორ გეკცა რეალობად? არაფერი, უბრალოდ რა არის, ეხა მივხვდი რომ თურმე ძალიან დანოფლო ჭიპზე რო დაქცინი ხოლმე რა შე. ხო, იმიტომ რომ თურმე ცხოვრებაში ამაზე უარესი რაღაცების ხდება რა. ეს კიდე გაწიეთ აქედა რა. პატა, ეხლა გითხარი რა შეასახმე? რა ხდება კაცო? რა მოგივიდა? ხდება და რა ხდება რა ხდება. ხო? ჩავიფსი. აი ხო რა გჭის ახლა რა დაგემართა რა 3 ლიტრი კომპოტი დავლია და ეს მაგარი 9 თუ რამდენიც იყო რა მოხდა ახლა რა იყო სასაცილო ეგარი რა მოხდა შეიძლება დაცინი ამას უყური საერთოდ ვინმეს როგორ დაცინი შენ ჭიპი არ გაქვს კარგი არა მაგჭიპი მე ხო დიამედი დასცინე ეგ არ მახსოვდა შენ ჭიპის ამბავი აბანე ხანა გაგეთესი ლაშა მე გეტყვი ადრე ხო ესე უბრალოდ რჩებოდა ხო ეხლა კიდე უკვე თავისი ტერიტორია მონიშნა გაიგე ამას აკეთა ვეღარ გავაგდებ რა აჩერდი რა მოხდა ეს ვეშაპსია გაჩერდი რა მოხდა ეს გამეპარა რა ცოტა გამეპარა რა უნდა უთხრა ვერ ხედავ როგორ ერთობი ვეშაპსია არა კაი ცოდვა კაი პადა დავშვიდი კარგი დაწყნავდი ხო დაწყნავდი ნუ გეშინე შენ არაფერი არ გიქნია ჩვენქენით რა ვქეთ რა თქვენჩამი ზიდლოგიში და აკენი ლოგიში ჩამიფსი თუ რა დავშვიდი გასო წყალი ჩაგესხი გაგეხუმრეთ ვა რა გამეხუმრე გია ხუმრობა გული გამისტა რანაირი ხუმრობაა რა არის ვერ გავიგე კარგი ხო გვაპატეება და გვაპატე მიდი კაცო მოძებნოთ ის ქათმის ხორცი შენ კიდე რა მოგიგო მე თავს გავიგუნდა მე ხარ არა კაი ხო დავშვიდი კაი ისე ერთხელ მართლა ჩავიფსი ახლა ცოტა გამეპარა რა ვიწექით ჩემთვის სახში ლოგიში მარტო იყავი ღამე იყო და რაღაცა ეხო წავუსხო მესმის ხმაური და შემეშინდა ეხლა და მე ხმაური კიდე უფრო იზდება და ემატება მეთქი რა ქურდია ადექი წინააღმდეგობა გაუწება რა მეშინია ხო ხტები ეხლა და უფრო ეს ხმაური იმატებს და შემეშინდა და გამეპარა აი ესე გამეპარა და მე გავარკვიე რომ თურმე ქურდი კი არა ეს ხმაური ყოფილა ქარი და შემეშინდა ქარი ყოფილა ქარის ხმა რა პატა ეხლა აი ამიცაი რა გითხრა არ ვიცი რა არის ეხლა შენ რა მე უძდელობით ხმას ხო არაპირებ არაყვე დავიშალეთ ამანებეთ თავი რა ხუმრობა რა ხუმრობა ეს არის შეიძლება ესეთი რაღაც არა წავალ მე ხა სააბაზანოს შევალ და წას გადავიღებ ცოტა რა ხო ია დავალ ახლა მე გავალ ამას ქათამი ვერ მონახე და ამას იქაც კი შევჭამ სად მიდიხარ ეხლა ეს აბაზანოს შევიდე მერე წყლის გამათბობელი გვაქვს გაფუჭებული და მარტო მდუღარი მოდის აი ხანახა რა მოხდა
ჩაკეტე დიდი ხანი ვერ შემოვა და პიტველი ირბეს იგი. მაგარი რაღაცა მოიფიქრე. კი, კარგი იყო. მოდი ახლა დრო გვაქვს და იქნებ მოუძებნოთვის გათმის. კარგი, მოდი ახლა მე ვიტყვი საგვეზეოს. კარგი მინდა გისმენთ. მოდი ამჭიქით ყველა გულღრზო და ვერა ადამიანს გაუმარჯოს და სამადლობელები და რაღაცები არ არის საჭირო. კარგი, ხო, რა მოგივიდა, ხო, რა, აიო, გაიხუნა და ეგ იყო რა, მორჩა რა. ისე ხო იცი რომ სინამდვილეში გვიყვარხარ. გვიყვარხარ რა? ნუ არ გვეზის. კარგი ხო, ბატონო, რა მოგივიდა ახლა? ხო იცი რომ სინამდვილეში მართლა ძალიან გვიყვარხარ. თუ გინდა აი იმ ამბებს მოვყვები რომ გიჭედო და გვერდში რომ გედექი. ხო და რამდენია ეგეთი, რამდენი რას ლაპარაკობ რა? გია ეს ვაჟბატონი არის ჩემზე გადაყოლილი რა. ერთხელ ავარიაში მოვყევი, ფეხი მოვიტეხი, საავტობუსში ვიწექი და ეს მოვიდა ჩემთან სანახავად. ხო, რომ მოვედი სანახავად არ გახსოვს როგორ განვიცადე? კი, ძალიან განიცადე. ისე ინერვიულა გია რომ თვალებში რაღაც წამალი ჩაიწოთა და საერთოდ ვერ ხედავ და ვერაფერს და გახსოვს შენს რა და კარგი. ეს რა დამემართა კაცო, რა დამემართა ეს, როგორ მოგარტყი ფეხი, როგორ მოგარტყი? კარგი, დაწნარდი, ლაშა, არ არის შენი ბრალი. კარგი, არ არის შენი ბრალი. კარგი, დაწნარდი კაცო, რა მოგივიდა? ექიმის ბრალია ლაშა. რა არის, ვერ აგაგიკეთა, უნდა ემკურნალა და იმა კიდე პირიქით დაგაბრმავა, არ არის შენი ბრალი კაცო. აბა, ხო, პატა, იმის ბრალია, მაგრამ მე გიხდი რა. მე გიხდი ბოდიში პატა, მამატი რა, მამატი. კარგი, ხო, კარგი, დაწნარდი, კარგი, არ არის ლაშა შენი ბრალი, ხო, კარგი, ვერ გაიგე რა თქვა ექიმა, გადავრჩი და კარგად ვარ. გადავრჩი. 1-3-4 დღე ვიწვევი და მე გამომწერენ. შენ როგორ გაქვს თვალები? მე რა ვიცი, არის შედარებით თანდათან უფრო კარგად ხედავ კი, რა ვიცი, არ ვიცი რა. ძალიან კარგი. კიდე ბოდიში პატა. კარგი ხო, ლაშა, კარგი, გასაგებია. რა მოგივიდა ის იქ რო საწახვედი აივანზე თუ რა და ხო, აბა ელენე მითხრა რომ აივანზე მივიდიოდი თურმე ლიფტის გამოსაძახებლად. კიდევ კარგი, აი არ გამოვიძახი, კიდევ კარგი. აბა, რა იქნებოდა მე კაცმა? კარგი, და მაგაზე ნუ ფიქრობ ლაშა, კარგი. არა, არ მინდა. ბიდი დაისვენე, ბიდი. კარგად ვარ ლაშა, მართლა კარგად ვარ. გეხვეწები, წადი დაისვენე, გველოდებიან ჩვენები გარეთ არიან, დაისვენე, მე დავისვენებ გეხვეწები. ხო, კარგი. წავედი და აბა კარგად იყავ. კარგი, დიდი მადლობა, დიდი. როგორ ზრუნავ ლაშა ჩემზე, როგორ დიდი მადლობა. რა კეთილი ხარ, ჯიგარი ხარ, ჩაარტყი, ჯიგარი ხარ. მოიცა, კარგი, ჩაარტყი, მიდი, ჯიგარი ხარ. აი ძალიან კარგი საღამოა რა. აი ახლა ერთი კარგი სიმღერა დაგხატავდა. კი. ახლა დაგიზუსტებ. დიახ, დავაზუსტოთ. კარგი სიმღერა და არა იმედო მიშვენიანის რომელიმე საშინელება. არ გამომიათ თქვენ სიმღერა და იყავით ეგრე კაცო. მოიცა, იგი ერთი წუთი. მოდი იცი რა ვქნათ, თეკლას დაურეკოთ. მოვა თავის გიტარას მოიტანს, რაღაცებს გვიმღერებს და გაგვამხიერულებს, ხო? და თეკლა დაგვაყენებს კარგ ხასიათზე, არა? მაგასმოთ მაინც რაზე მღერის? რას ჩამოგტირით სახეები? ელენეც როგორ მოწყენ ილია. აბა ახლავე გამხიარულდით, იკითხავთ როგორ ეს ადვილია. დავიწყდეს შენი პრობლემა და ბევრი ცრემლი რომ არიდინო. საკმარისია რამე ლამაზი, თუნდაც ბუნების სიმშვენიერე წარმოიდგინო. წარმოიდგინეთ უღრუბლო ზეცა, არწივი მოქრის და კურდღელს ეცა. ხაზე მიღողავს დაჭრილი შველი,
დედას ნატრულობს ობოლი ბელი აკლემს აფთარმა მოკბიჩა კუზი ობობას ქსელში გაება ბუზი ნიანგმა კურდღელს ჩაარტყა კუდი წარმოიდგინე გამხიარულდი იკვებებიან სვავები ლომით თევზი ერთობა ქვიშაზე ხტომით სპილოს ფეხი და ქვეშ ტრედის ხუნდი წარმოიდგინე გამხიარულდი ამან წარბი რო გაიხრიტა და რაღაცა დაიზიანა. მოგეწონათ ხო? აი ეს ბოლოს ხუნდი მეც არ მომწონს. მეც შეცვლა. შევედი ახლა ტუალეტში. მოიცადე ჯერმე. არა, გაჩერდით. ჩემი სახლია და ჯერმე უნდა შევხვდე. მოიცა კაცო, რა შენი სახლია, გამატარე. აუ, სუნ თევზის ბრალია, სად იყიდე? რა ვიყიდე კაცო, არსად არ მიყიდე კოტე ბაბოას აჩუქეს და ვინახავდი, გამატარე. მე ჩემს სახლში მიდივარ, შესად მიდიხარ.